ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს. მათი უთანხმოების მთავარი თემაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაღების ფლობის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ ორი გასაღების პრინციპი არსებობდეს, გარე კონტროლის მექანიზმი არსებობდეს, გარე კონტროლის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი სანდოობა და ლეგიტიმაცია ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომლის მონიტორინგის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი, უბრალოდ ბესელიას სახით იპოვეს ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხელს მოაწერს. მე ვთვლი, რომ ეს არის ქალბატონი ეკას მხრიდან ცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ორივე გასაღები ჩაუდოს ჯიბეში, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე არაფერს ვამბობ, რაც შეეხება პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს, მისი მოხსნის დისკრეცია ერთპიროვნულად აქვს პრემიერ-მინისტრს. ჩვენ არ ვაცხადებთ კონკრეტულ მსატყოფნას, ჩვენ ჯერჯერობით მსატყოფნას ვაცხადებთ ყველა ვერსიის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და ბუნებრივია შემდგომ უკვე ჩვენი თავიდანვე გაცხადებული საზედამხედველო ორგანოს პერსპექტივიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეფექტური კონტროლის მექანიზმი გქონდეს ჩვენ და ამისი რეალური განხორციელების შესაძლებლობა. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმაც. მოსმენების თემა მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით დებატები და საჯარო დისკუსიები იმართება ყველგან, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც. რასაკვირველია, ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც, განსაკუთრებით ქვეყნის პოსტსაბჭოთა გამოცდილების გათვალისწინებით. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი შემუშავებული მოდელი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია არა ის წყარო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დაკვირვება, არამედ რამდენად დამოუკიდებელი დამცავი საშუალებები არსებობს, რომლის მეშვეობითაც ხდება მონიტორინგი. იმისა, რომ ეს დაკვირვების საშუალება იყოს გამოყენებული მიზნობრივად. იქნება ეს სისხლის სამართლის დანაშაული თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. მაგალითად, შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს ნებართვის გაცემაზე. საქართველოში ეს არის მიმდინარე დებატების საგანი და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა შეიმუშავებს იმ მოდელს, რომელიც მისთვის სასარგებლო იქნება. საკომუნიკაციო კომპანიები ამ ეტაპზე მზად არ არიან იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული გასაღები ჩაიბარონ. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომპანიების წარმომადგენლებმა განცხადებებიც გააკეთეს. მათი თქმით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მათი თქმით ჯერჯერობით არ გააჩნიათ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას ავრცელებს კომპანია ბილაინიც. ბილაინი წუხს, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში არ გაითვალისწინეს მობილური ოპერატორების მოსაზრებები. განცხადება ამ თემაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიაშიც გაკეთდა. ამ ეტაპზე, როდესაც არ არის კაფეოდ განსაზღვრული თუ რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს კომპანიამ, საუბარი იმაზე, რომ რა ფორმით არის კომპანია ჩამოყალიბებული, რამდენად შეძლებს ის ამის აღსრულებას, ცოტა რთულია ამ ნაწილზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. თვითონ კერძო კომპანიებს არ გააჩნიათ შესაბამისი სათანადო გამოცდილება ასეთ ინფორმაციის დამუშავების და შენახვის. და შესაბამისად დაბალი ალბათობა იმის, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული. კომისიის უშუალო კომპეტენციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვა არასდროს არ ყოფილა და არც დღეს არ არის. სწორედ აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კანონით უკვე განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ფუნქცია და უმჯობესი იქნება, თუ უშუალოდ ეს ორგანიზაცია განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება არის, რომ სახელმწიფო ორგანო იყოს ჩართული ამ პროცესში.